ამ ისტორიის მოსაყოლად ერთი არ მეყოფა. ეგ იყო მესამე მსოფლიო ომი. მოკლედ, ანი ვთქვათ, სადა ვარ? დათო არის ჩვენი მასწავლებელი. ძალიან ბევრი რაღაცა დათო მამიკას ვეძახდით. აქ ძალიან კარგი პერიოდი გვაქვს გატარებული. ისეთი ნაბიჯები გვაქვს აქ გადადგმული უკვე. ფეხი აიდგეს აქედან ესე ვთქვათ და კარგად გამიფრინდნენ გრიტები. პირველი დიდი ნაბიჯები აქ გადადგმით. გამიფრინდნენ. ოთეს გვეხარია თქვენი მოსვლაში. მოდიხართ საკუთარ სახლში რა. მე დალაშქის უჩხუბობდით. ვეიცები. ხო. მე მგითხა. მელას თავის მახსოვდება უყვარდაო ესე იყო ამათი ამბავი. სუეთმაინც ვეხუმრებოდი. შეხუმრებულები ვიყავით და მე უცებ ცოტათი გაუჭედავდი და მე ისიც არ მithმობდა კიდე გააგრძელებდა ამ ხუმრობებს და ისიც რომ აღიზიანებდა და ეს მოვედით ჩვენ უსაყვარლეს დღა სტუდიოში. სუდათოები არიან აქ. ჩვენი უფროსი მთავარი დათო ვაშაკიძე, მეორე დათო ვაშაკიძე და დავით ლაშა. სრულ არქიტექტორები. ხოდა გეგმარებაზე პრაქტიკული რჩევები ისევ გავაგრძელოთ, რაც დაგჭირდებათ აუცილებლად გეგმარების ჩამოყალიბების დროს. არქიტექტურთან თუ ინტერიერის დიზაინერთან. აი, მოდი აი პირველ კითხვას ძალიან ისეთი კითხვა არის. ყველაზე გავრცელებული შეცდომა რაც არის, რაც შეგხვედრიათ, როცა სივრცის დაგეგმარებას უყურებთ. ნუ ბევრი დეტალებია გეგმარებაში, რაზეც ახლა ესე ზოგადად ძნელია საუბარი რა. ზონირება, დაშვებული შეცდომა, ბევრია, ანუ დღის და ღამის ზონის არევა, ერგონომიული, ესე ვთქვათ, მოძრაობის სქემა და ბევრი საკითხი, რაც შეიძლება ინდივიდუალურად მოხვდეს თვალში, რომ რაღაც ისი არზის. აი მაგალითად, მე რომ შემოვდივარ სახლში, აი ეს მოძრაობის რაღაცა ის უნდა იყოს, ხო, დაცული, რომ ეჯერ საჩვევდივართ, მე გამოვდივართ, რას ვაკეთებ, აი რა პრინციპია. ყოველდღიური ცხოვრებისეული, რეალურად ეს არის ცხოვრებისეული ფაქტურად მოძრაობის სქემა, რაც პრაქტიკული სცენარი, ხო, რაც მოძრაობას უფრო მარტივს და ისეთ მოკლეს ხდის და არა შემოვლიც და უფრო დამღლელს რა, უნდა იყოს მორგებული. ყველაფერი ინდივიდუალურია, ზოგს შეიძლება ისეთი უნდოდეს პირიქით რაღაც მიზანმიმართულად, მაგრამ კომფორტჯობია რომ ხო, იყოს პრაქტიკული პირველ რიგში რა. და პრაქტიკული უკვე ყველასთვის უფრო მისაღებია. ყოველთვის სასწაულად მუშაობდნენ დათოებით და ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ გეგმარებას. მოდი ახლა იცით რა ისა რა ქვია, გავიაროთ, აი კონკრეტული სივრცეები. ხო. აი მაგალითად სულ წერტილს, კედელს რამდენი ჭირდება, რომ ჩავატიოთ ხელსაბანი, უნიტაზი და დუში. ნუ ყველას პრაქტიკული ესეთი ფორმა არის, რომ ერთ კედელზე განვათავსოთ ეს ყველაფერი. ხო, მინიმალისტურად რომ ისე იყოს განლაგება, ხო. აი რამდენია საჭირო იმ კედლის? სადღაც 2.5 მეტრი ჭირდება სიგრძეში, რომ კარგად ჩაეტიოს რა. 90 დუში, 80 უნიტაზი და 80 ხელსაბანი რო გავთვალოთ. ნუ კიდევ უფრო ნაკლებით შეიძლება, მაგრამ ეს კარგია, რომ მინიმალისტურად, აი ცალ-მხარეს რო განლაგდეს ეს ყველაფერი და სადღაც 1.5 მეტრიდან სიგანე შეიძლება უკვე რა. ერთი დათო შენ არ იყავი 90-იანი დუშიო. სიგანეში ვიძახი. მე პატარა არ არის ცხოვრებაში, მე არა, ის 1.5-ზე ვიძახი მე სიგანეში. რამდენჯერ უწყობია, გაიხსენე მაგაზე ეს 90. არა, ეგრე რა 90-იანი, როცა გაქვს საშუალება, მაგაზია კითხვა. ახლა მინიმუმი, მაგრამ ეს მინიმუმი არის 90. კარგია რა, ესე ვთქვათ, 80-იც შეიძლება. ანი ფორმაშია. ანისთვის 80-იც მისაღებია. ჩვენ ისეთი ხალხი. ესეთი მინიატურული რაღაცა. მე მეტრ-ნახევარიც არ მეყოფა. ხო, შენ მეტრ-ნახევარი ხელს რო გაშლი? ხო. ხო, გააჩნია. ლაშქრის უკვე 70-იც ეყოფა ეხლა პრინციპით. ჩავატეთ. ეხლა გამოვედით საძინებელში. ნუ რა თქმა უნდა, საძინებლიდან, საწოლიდან არ უნდა ჩანდეს ძველი წერტილის კარი, უკეთესი. არც შესასვლელი კარი არ არის სასურველი საძინებელს უყურებდეს შესასვლელ კარს პირდაპირ რა. რა თქმა უნდა და აი საძინებლის განთავსება, ლოგინი და 2 ტუმბო.
საწოლი და 2 ტუმბო. აი რამდენი უნდა იყოს მინიმუმი. ნუ საწოლს გულისხმობ ახლა მეტრა 80-იანს. ხო, ნუ ტუმბოები 50-50 მაინც ხონდა ავიღოთ. ისეთი ნორმალური რომ ადამიანი შევიდეს. 2 და 80 ჭირდება მინიმუმ იმ კედელს ესე იგი რა. 2 და 80, ნუ 3 მეტრამდე მაინც მეტრა ესეთი. საწოლს რომელ კედელზე ვდგამთ, ამას რამდენად აქვს მნიშვნელობა, ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი. ხო, ეგრე კი ორიენტაციით, მაგრამ ეგ ხო. ხდები აქ როგორ ვიცნობენ? ეგ გააჩნია თუ რაღაც კონკრეტულ გეგმარებას ვერ გებით, გასაგებია რა. თუ არა და სასურველია რომ საერთოდ დილის მზე შედიოდეს აღმოსავლეთით, ესე ვთქვათ, ორიენტაცია ქონდეს საძინებლებს. იცის და თუმცა აბა გისმეთ ახლა შემდეგი შეკითხვები მომაყარა არ დაზოგოთ. დროზე არ დავზოგოთ. პირობითად ვთქვათ რა ეს ერთ-ერთი ინდივიდუალური სახლია და ამის პროექტი რა. აი დღის ზონა აქეთ არის. ამის ზონა ეს მასტერის სურვილი იყო რა აქვე ყოფილიყო დღის ზონასთან. თუმცა უკვე ეს დღის ზონა არ თავდება რა სამზარეულო და მისაღები. და უკვე მეორე სართულზეა საძინებლები, მაგრამ ის მასტერის ზონა აქ თავდება. აქ თავის პარკინგებით და ეს დიდი ეზოა რა, ესე ვთქვათ. აქეთ არის გასართობი ზონა უკვე, რომელიც უკვე ცალკეა აბსოლუტურად. დირექტორის მიერ გაკეთებულ გეგმარებას მე ხშირად არის შემთხვევები, რომ დიზაინერი მაინც რაღაცა როგორ არა? კი, რა თქმა უნდა. ამაზე ბრასდებით ხოლმე? არა. არანაირად. ჩვენ ვაძლევთ სივრცეს უკვე დიზაინერმა რომ უფრო თავისუფლად კიდე თავის შემოქმედება გამოხატოს. ეს ახლა რაც განახეთ ეს შეთანხმებული პროექტის ვერსია და კიდე დეტალებში სულ სხვა არის რა, ასე რომ არანაირი სიბრაზე პირიქით დიზაინერი თუ უკეთეს შტრიხს შეიტანს, მივესალმებით. და ჩვენ მაქსიმალურად იმ სივრცეს ისე ვაძლევთ რომ თავისუფლად იმოქმედონ მერე. არ ვზღუდავთ მაგაში. დირა სამზარეულოსაც გავიაროთ, აი მინიმუმი კედელი რა ჭირდება სამზარეულოს, რომ ჩაეტიოს აი აუცილებელი, ესე რომ ვთქვათ, ფურნიტურა და ყველაფერი, რომ ერთ კედელზე ვთქვათ ჩავატიოთ. ეს როგორც ყველამ ვიცით, ტექნიკა რაც არის ის აუცილებელი. მაცივარი, უმელი, ფეჩი იქნება თუ კიდე იმისი მიკროტალღური და ასეთი რაღაც აქსესუარები. აი ამითი იწყება რა დაახლოებით და ალბათ ეს მინიმალისტური რა ჩვენი სამზარეულო 2 და 50-ია მე მგონი მე გავიაროთ და შევხედოთ ხო ესაც იცი გაზომე იოსმან ნუ ეს არის 2 და 35 რა 2 და 35-ში ეტევა ოღონდ პატარაში ონკანია ხო ეს ორიანია და იმიტომ არის ხო ჭურჭლის მანქანა პატარა ჭურჭლის მანქანა, იქით მაცივარი. ესეც პატარა მაცივარი, ეს არის მინი სამზარეულო ოფისისთვის და ან ღია სამზარეულოსთვის, რომელიც არის ერთადერთი პატარა ბინაში. ხო, პატარა ბინისთვისაც ხო, მაგრამ ნუ ბინას უფრო მეტი ის ჭირდება მაცივარი და მაღალი და ნუ იმაშიც იმოქმედებ. მაგრამ 2 ქურა არის მისაღები. შემთხვევაში 20 სანტიმეტრს. ხო, 2.5 კარგია უკვე რა. კი, ნამდვილად. ხო მეთანხმები. შევთანხმდით. ეს არის ისეთი დიზაინერი. და იქ ჩაეტია ყველაფერი. ნუ ჩვენთვის საკმარისი, მაგრამ ეს ხო არ ყოფნის სახლ, სადაც ცხოვრობ. ყველაფერი უნდა დავითვალოთ ესე რა ვთქვათ, 60-იანი მაცივარი 60-იანი მოდულებით ესე ვთქვათ. მოდულებით და ესე ავეწყოთ მინიმალური სამზარეულო. როგორ მოქმედებს ბუნებრივი შუქი არქიტექტურაში? ანუ რა დონემდე არის თქვენთვის ეს მნიშვნელოვანი დაგეგმარების დროს? ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა. განათება, ოთახის ინსულაცია, სისხლი აუცილებლად უნდა მოხდეს იმ სივრცეებს, რასაც საჭიროა, საძინებელი იქნება ეს. ზოგჯერ კაია თუ გამოდის გარდირობსაც ჭირდება ესე ვთქვათ რომ განიავების კუთხით ხო ესეა ნუ მისაღებზე არა მაქვს და სამზარეულო შეიძლება ესენი ჩtildeოეთითაც იყოს და მზეც არ მოხდეს მაგრამ ეს აუცილებელია დილის მზე განსაკუთრებით და დარჩენი მერე ტიპაჟზეა დამოკიდებული რა ვის როგორი სიმყუდროვე უყვარს
ზოგი გაურბის მზე, ზოგი პირიქით. უფრო მეტს, რა თქმა უნდა, სიამოვნებს. მეტი სინათლე და მეტი სივრცე ჩანს. როცა სინათლეა, სივრცეც მეტი ჩანს. ანუ რეალურად ის გავრცელებული სტერეოტიპი, რომ საძინებელი უნდა იყოს კონკრეტულად რაღაცა აღმოსავლეთი ან რაღაცა სამხრეთს უყურებდეს ან რაღაცა, ეს ამ შემთხვევაში ვარღვევთ ამ იმას და ცხოვრების წესის მიხედვით ვარგებთ ზოგს მაინც აქვს, რომ საერთოდ ახლა ზოგი ორიენტაცია ბინას რო ავიღოთ რა. შეზენილი აქვს ისეთ ადგილას ბინა, რომ იქ ვერ დაგეგმავ ჩtildeოეთით რო აქვს, ვერაფერს ვერ გააკეთებ, მაგრამ შემზღუდავი ესა გვაქვს ფაქტიურად. ინტერიერშიც ხშირად ხდება ხოლმე ესეთი მომენტი, ასე ვთქვათ და ალბათ გეგმარების მხრივაც არქიტექტურაშიც არის, რომ აი შედიხარ ბინაში, იდეაში ყველაფერი კარგია, მაღალი ხარისხის ის, მაგრამ რაღაცა აკლია, რაღაცა ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. არის ეს ხშირად გეგმარების ბრალით შეიძლება იყოს, რაღაცა არასწორად იყოს განთავსებული, ნუ მასალებს და მარტო გეგმარება არ წვიტავს რა. იქ რა თქმა უნდა ის სინათლეც წვიტავს. მასალებიც წვიტავს ბევრ ხშირ შემთხვევაში ის ფაქტურა ზოგი გამაღიზიანებელია ფერი რა ვიცი ბევრი რაღაც მოქმედებს ხოლმე აი მაგალითად ძველ ბინებში ხშირად შევხვედრი ვარ რომ შედიხარ რაღაც დერეფნული სისტემა და ის სამზარეულოდან მინახავს სველ წერტილში შესასვლელი აი ხა ეს ხო ნუ ეხა ყველაფერს კლავს ხო სველი წერტილი რო სამზარეულოს მერე ხა რა მასალაც არ უნდა გამოიყენო ხო ნუ თუ ეგეთი ის არის და სხვა გამოსავალი არ არის ხოლმე ну რაღაცა ზოგჯერ ან შირმა რაღაცა ეს უკვე მაგის იმპროვიზაციაა ზუსტად თქვენი დიზაინერების თემა ეგა რომ შეგიძლიათ იმოქმედოთ იმპროვიზირებით გამოხატოთ თქვენი ეს უხერხულობები ესე დავარქვათ რა აი სველი წერტილის კარი სამზარეულოში და ეგეთი რაღაცეები რა ხა შენ უკვე საერთაშორისო არქიტექტორი ხარ ეს უნდა აღნიშნო სხვათა შორის საერთაშორისო პრიზიად მოგებული დათოს პროექტს ყველამ თან კარგად იცით ვერონა და ძალიან გვიამაყება ძალიან გვიხარია და გულით გაგვიხარდა და მარტო ვერონას არა აქ კიდე ერთი პროექტი ხო იყო არქიტექტურის რომელიც ის იყო ასევე თქვენი პროექტი იყო სახლი იყო ესეც ის აღნიშნოთ რომ შენ დამკვეთი ვარ ჩემი დამკვეთი და თანამშრომელი და თანამშრომელი გამოვიდა მოდი ციცი თქვა რას ამბობდა ხოლმე ლაშხი აუტანელი დამკვეთი იყო მაინტერესებს რა ტენდენციებია დღესდღეობით არქიტექტურაში, საიდკენ მიდის არქიტექტურა, ფორმები როგორ განვითარდა ეს ყველაფერი და ასე შემდეგ. მაინტერესებს შენი აზრი. ჩვენ უფრო ესეთი მინიმალისტური და პრაქტიკული ესე ვთქვათ, კუთხით რო შევხედოთ, ხო? დღეს ახლა რა თქმა უნდა მინიმალისტური და ესეთი თანამედროვე სტილს უფრო ანიჭებს უფრო საზოგადოებრივ უპირატესობას და ჩვენს ესე სტილი არ აქვს განსაზღვრული ახლა კიდე თუ რაღაცა სტილში ჩავწუდეთ მაგრამ ბრუტალიზმიდან დაწყებული მინიმალიზმამდე დამთავრებული აი ამ მერიდიანში მოქმედებთ ესე ვთქვათ ანუ კლასიკა და არა ეს როკოკო და ბაროკოს თავისი სტილი და თავისი პერიოდი გავლილი აქვს და დამთავრებულია და მივესალმებით მაგას თუმცა ეგ უკვე ინტერიერში თქვენ შეგიძლიათ ეგ ელემენტების გამოყენება რა. ესე გააკეთებენ სწორ ფორმებს და მე ჩვენ უნდა შევიტანოთ თუ გვინდა. კაპიტელები ან ტაბლემენტები და რაღაც კლასიციზმი და როკოკო და ბაროკო. რა თქმა უნდა იმას თავის პერიოდი გადასარევი პერიოდი იყო აღორძინების და ის გავლილი რაც იყო კი. ნუ ეს ხო ეს არის აგმის თაყვანისცემა დღემდე არის რა თქმა უნდა და ბევრს ვიხილავთ ჩვენ ქონია ხა შეხებები რაღაც ჩვენ გაგვიკეთები რაღაც ისეთი სადა ესეთი მყუდრო მინიმალისტური სახლი და გვერდზე აუშენებიათ კოლონებით, ჩუქურთმებით ხო და აშენებენ ეგეთი რაღაც ატლანტებით რომელსაც აივნები უჭირავს და რაღაც ეგეთი ისინი ნუ ეს სტილისტიკას და რაღაც სახელების დარქმევა არ მიყვარს ხოლმე რა. ხო, ეს რენესანსის ავეჯიც დღემდე მაინც. ხო, უფრო პრაქტიკული და მინიმალისტურის მომხრე ვართ ჩვენც, რა თქმა უნდა რა. ეს მომავალ არქიტექტორებს დამწყებებს რა რჩევას და რას ეტყოდი?
სულ ძიებაში უნდა იყონ და სულ უნდა ეძიონ და სულ უნდა იშრომონ, რომ რაღაც თავის-თავი იპოვონ არქიტექტურაში. და არ უნდა გაჩერდნენ, რა თქმა უნდა. ჩარჩოებში არ უნდა ჩაჭრენ არა, ალბათ. ჩარჩოებში ხო, ეგ აუცილებლად რა. აი ის კი არა, ის შემზღუდავი რო გაქვს ხოლმე რაღაც 6-6-ზე მალი და რაღაც კოლონა. გეგმარებაში შეგიძლია იქ იმპროვიზაცია ისე გააკეთო, რომ განთავისუფლდე ამ ჩარჩოებისგან. აბსოლუტურად შეუძლია და არ უნდა მოიქციონ თავის-თავი ჩარჩოებში, მართალი ხარ გეთანხმებიან. აუ და კიდე ერთი უნდა ვიკითხო. ხელოვნური ინტელექტი რა სიტყვი? ჩაანაცვლებს არქიტექტურას? უფრო მალე დიზაინერებს ჩაანაცვლებს მე მგონი, ვიდრე არქიტექტურას. იმიტომ რომ შემსრულებელთან ხელოვნური ინტელექტი ხო, მაგრამ ეს არ ვიცი ჯერ როდის რა მიგვიყვანს, მაგრამ ბევრ რაღაც ადამიანურ პროცესს ვერ ჩაანაცვლეს, მაგრამ ბევრ რაღაცაში რა თქმა უნდა პრობლემებს შეგიქმნით რა. თქვენს და ჩვენს გართობის დონეზე რაღაც შეგვიხედია, თორე ისე არ ვიყენებთ. ყველაზე უცნაური გეგმარება, რაც კი გინახია ეს უცხო გააქ ძალიან ბევრი წიგნი გაქვს სასწაული არქიტექტორების და მაინტერესებს ყველაზე ესეთი უცხო, უცნაური, ვაუ, რო გითქვია ესეთი გეგმარება, რომელი არქიტექტორის იყო? ესე იცი რა არის, ყველა თავის სიახლე აქვს შეტანილი და ესე ჩამოყალიბებულად ნამდვილად ეს არის რა, ცოტა რთულია მაგის თქმა. ყველა ობიექტი ინდივიდუალურია, ეს არქიტექტორებს რაც გაგვაჩნია ზოგჯერ სიგიჟეები, ხო ყველას აქვს რა, დაანცნობილ არქიტექტორებს ის სიგიჟეებია ზუსტად რომ სიგიჟე თქვა? ხო, რაც ქმნის ხელოვნებას რა და განსხვავებულობას. დადავანტო ძალიან მინიმალისტური და პრაქტიკული ესეთი. უფრო რაღაცაში ხო, ის იაპონური დახვეწილი სტილის მქონე არქიტექტორია, ასე რომ მაგას არ აქვს ეგეთი. უფრო ზახას აქვს, აი ძალიან ბრუტალური და ძალიან ესეთი ფორმები აქვს გეგმარებაშიც და ის უშვებს რა, როგორც ზახა, ისე ფრენკო გერი და ბევრი არქიტექტორია ეგეთი, ვინც ეგეთი ფორმები აქვს. როგორ უნდა დავიცვათ ბალანსი პრაქტიკულობასა და ესთეტიურობას, სილამაზეს და ასე შემდეგ შორის, აი ზუსტად ეგ სიტყვა რა, ბალანსი უნდა დაიცვა რა. მეტი არაფერი რა. შენ თვითონ გაიცი პასუხი. ბალანსი უნდა არ უნდა დათმო არც ერთი რა. და არც ერთი არ უნდა დათმო, ორივე აუცილებელი. ნამდვილად. ეს რეალურად ინტერიერის დიზაინერებს უფრო გვეკუთვნის შეიძლება ეს შეკითხვა, მაგრამ აი როგორ შევქნათ დიდი სივრცის ილუზია, როცა შედარებით პატარა სივრცე აქვს. ფერით შეგიძლიათ და მასალით, რა თქმა უნდა, რაც თქვენც გაგიკეთებიათ არაერთხელ. ხო, და ამიტომ ვიკითხე. მაგიტომ შვენივრად გაგიკეთებიათ სარკის ეფექტიც, გამოგიყენებიათ ფერიც, ღია ფერებში და ეს ყოველთვის სივრცეს გაძლევს რა. როგორ გზაპირებთ ის ჩვენი მაგრამ აი არქიტექტურულად შეიძლება რამის ისეთი გაკეთება, რომ აი მაგალითად მე რომ მიკეთებდით ბასეინში დიდ რგოლებს. ეგეთი რაღაც ხრიკები არის, რა თქმა უნდა, ახლა განათება და ესე ვთქვათ, სახურავზე თუ განათება ჩამოდის და ეგეთი ისინი ელემენტებით, რა თქმა უნდა, გაძლევს. მაგრამ ის რამდენად პრაქტიკულია, უკვე მეორე მხარე აქვს მაგას რა. გვაქვს ახლა დაუშვათ აი მე ერთ-ერთ პროექტში, ზუსტად ერთ ადგილას დავტოვეთ ეს ზევიდან განათება და მეორე ადგილას ამოვაგდეთ, იმიტომ რომ სადაც აუცილებელია აი ზუსტად ის ბალანსი რა, ესთეტიკასა და პრაქტიკულობას შორის დავიცავით რა მაგ შემთხვევაში და გავყევით იმ ხაზს რა, რაც სწორია და არც ერთი არ დაზიანდა უკვე. ყველაზე ისეთი გაბედული პროექტი შენი რა არის? აი სადაც ყველა რაღაც ისეთი ჩანაფიქრის, განხორციელების საშუალება მოგეცა. ეგეთი პროექტი ჯერჯერობით მე მგონი არა მაქვს და ხო ესე ყოველთვის უკმაყოფილო ხარ რაღაცით. ჯერ არა ვარ ისეთი ბოლომდე კმაყოფილი რა. სულ გინდა რომ რაღაცები გააკეთო და ეგ ნახოთ მე ცხოვრების ბოლოში რომ გავალთ იქიდან გადასახედიდან უნდა შეხედოთ. ჯერ წინ უყურებ რა ყველაფერს და თქვენ კიდე უფრო დიდი ისა გაქვთ წინ ასე რომ აი აქ ვიჯექი კეთომე, აი. ანი სადიჯექი აბა? აი აქ ვიჯექი ხოლმე. აი მანდი. ეხლა მოულაგებიათ ვიღაცის კომპიუტერმა, ეს იყო ჩემი ადგილი. გვერდზეებს და მიმშვენებდა. აი ერთი პროექტ
ის დონეზე განვიხილოთ. რა ერგონომიული გათვლები აქვს არქიტექტორს, როდესაც აი ეს კი საკეთებს და აი რა დავალება იყო და როგორ გამკლავდა? თული შეკითხვა დასვი. იცოდე ადამიანის ცხოვრების წესი, მისი მოთხოვნა, ყოველდღიურად რა გიხსნას დამკვეთმა, რომ მე შესაბამისად მოარგო გეგმარებას ეგ აქვს მნიშვნელობა, რომ სცენარია ადამიანის ცხოვრება. ყოველდღიურად როგორ მოდის, რამდენად ინტენსიურად იფერებს ამ სივრცეს. ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, საკმაოდ დიდი რელიეფი არის, ახლა დიდი არის. არ ქონდა საშუალება, რომ სამსართულიანი სახლი გაგვიკეთებინა, ამავდროულად დამკვეთს ქონდა მოთხოვნა, რომ საერთო ოთახი აუცილებლად გასულიყო საცურაო აუზის დონეზე. აი ეს წეღა რომ გითხარი, ის ძალიან კაი იყო, რომ შემოვდივართ, მანქანიდან კარტოფილი სადმი გაქვს. შემოვედი მანქანიდან გატვირთულები. როგორ ჩამოვიდა კიბეზე? ჩამოგუპუსტა. ეს არის დამხმარე სათავსო, სადაც შეინახავ კარტოფილს თქვა. შემდეგ დასროთ ხელებს დაიბარ სამზარეულოში. შემოდიხარ უკვე დღის ზონაში, აქეთ იქნება სამზარეულო, სასადილო მაგიდა და საერთო ოთახი, რომელიც გამოყოფილია კედლებით და კიბით. ერთ სივრცეში არის ფაქტიურად, მაგრამ გამიჩნული არის დონით, რომ სხვა დონე არის აქ იატაკის და უნებრივად იმიჩნევა საერთო ოთახი სამზარეულოს. გარე სამშენებლო კონტური არის 300 კვადრატული, საკმაოდ პატარა სახლი არის, მაგრამ გარე 4 საძინებელი და დაახლოებით 18-20 კვადრატული. რატო? 3 ყველაზე საჭირო რჩევა, როდესაც გეგმარებაზე ვლაპარაკობთ. პრაქტიკულობა და ისევ და ისევ პრაქტიკულობა. სამივე? აბა. პრაქტიკული უნდა იყოს გეგმარება და ეს უკვე შენ გეგმარებას მეკითხები და მე უკვე მასალებით ის მასალას პრაქტიკული უნდა იყოს, ხო მეთანხმები? პარკეტი იქნება, ფილა იქნება, ფერი იქნება, ყველაფერი პრაქტიკული და მისაღები ის შექმნის უკვე ესთეტიურობას რა. მაგრამ გეგმარება და გეგმარება უნდა იყოს პრაქტიკული. პრაქტიკული, მაგრამ ხო შეიძლება რაღაცა ისეთი გავაკეთოთ. ფუნქციონალური ხო, ისეთი რაღაც. რაღაცა კედელი, ისეთი გეგმარება. მე ეგ პრაქტიკული უნდა იყოს, ხო, ეგეც. თუ ისეთი იქნა რომ მოგაბეზრა თავი, ეგეც არ გინდა, ხო? მალე გბეზდება ადამიანს ყველაფერი. და გეგმარება ყოველთვის დარჩება პრაქტიკული. და ეს რაღაც დამატებითი დეკორაციები და რაღაცები ის ყოველთვის შეგიძლია ცვალო. ხო, აბარა. და ის სწორხაზოვანი ფორმები თუ ცოტა მომრგვალებული თაღები და სიმრგვალეები. გვალებს ვერ ვიტან, მაგრამ ხო ვიცოდი, მაგით. ხო, სწორი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ავეჯის განლაგების ამბავში შეიძლება რაღაცა ელემენტი გააკეთო რაღაც ისეთი. ჩვენს უაკეთებდით ამ სიმრგვალეებს და რა არის ხა ეს კიდე ეს თაღი. ახლა სიმრგვალეს რაღაც თავისი ის აქვს რაღაცა ელემენტის სახით, თორე სუმთლიანად გაგიჟდები მხოლოდ კუთხე რო არ აქვს, უკვე თვალით შეღლება. ეხლა გქონდეთ ეგეთი პროექტი, ძველი სახლი არის და ესეთი კუთხეები არ არის, ყველა კუთხე არის ესე ჩამოგვალებული. ხო, ეხლა ტრაპეციას არ ვიძახი, მე ტრაპეცია შეიძლება გეგმარებაში იყოს დაუშვათ, მაგრამ არა მართობული კუთხეები, მაგრამ ეხლა სიმრგვალე სულ მოსაბეზრებელია და მაგას ავეჯი ცალკე უნდა უკეთო, მე ის ავეჯი რომ მოგბეზდება, მე რაღაც შვები. ისევ გვალი ავეჯი უნდა დადგა. კაი, ხოლო ჩართვა. კაი, ძალიან. მადლობა თქვენ. One is the loneliest number that you'll ever do. Two can be as bad as one. It's the loneliest number since the number one. One is the loneliest number that you'll ever do.